ვარ ნინი კამანდაძე 12 წლის. სწავლობ 22 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი არის საქმიანობა არის ხატვა და ცეკვა. უკვე 1 წელია ცეკვა აფსაროში. მახსოვს პირველი დღე აფსაროში რომ მივედი. მასწავლებელი თვილად დამხვდა. ბავშვები თვილად დამხვდნენ. გამიხარდა. ყველას ვიცნობი და არ ნერვიული. ცეკვაში რთულია ახალი ილეთების სწავლა და გაჭიმული. ადვილია უკვე ნასწავლი ილეთების გადამოვა. უკვე მქონდა ერთი კონცერტი და ძალიან მომეწონა. იმიტომ მომეწონა რომ მთელი დარბაზი სავსე იყო და კარგად ვიცეკვე. მე მინდა ჩემი პირველი სოლო კონცერტი თბილისში მქონდეს. მაგალითად ფილარმონიაში. კონცერტზე მეცნება ოდნავ მოკლე შავი კაბა. ბილეთი ეღირება 50 ლარი და მთელი დარბაზი იქნება სავსე. ბევრი ფული რომ იქნება გავხსნით ბავშვთას ცეკვის სტუდიას. ამ სტუდიას დავარქვევ დიდის ვარსკვლავს. აფსაროში ჩემი მასწავლებელები არიან რიმა სამნიძე და ედუარდ სამნიძე. უფრო მხიარული არის რიმა მასწავლებელი და უფრო მკაცრი ედუარდ სამნიძე. ჩემი საყვარელი ცეკვა არის ცეკვა ქართული. საყვარელი ილეთი არის ეს და ეს. ჩემი გეგმა არის კიდევ 6 წელი ვიცეკვ. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლა. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 4 წლის. ყველაზე ხშირად ვხატავ ბუდებას. ჩემი საყვარელი ფერი არის შავი და არ მიყვარს თეთრი. იმიტომ რომ ზედმეტად ნათელი ფერია და არაფრის მომცე. ჩემს ნახატებს იმიტომ არ ვაგროვებ რომ გადახედვა არ მიყვარს. თუ კარგი გამომივიდა ჩემს ოთახში ვაკრ. ახლა მაქვს ასე გადარჩენილი 6 ნახატი. ნახატებს იმიტომ არ ვჩუქნი არავის რომ არ მომწონს რომ სხვას აქვს ჩემი ნახატი. სამაგიეროდ ძალიან მიყვარს მე რომ ჩუქნიან საჩუქრებს. ბოლოს ვაჩუქეს ფუნჯები და ტილო. ნახატის. ჩემი ოცნების საჩუქარია ნამდვილი მანქანა. 21 წლის რო გავხდები ვიყიდი შავ მერსედეს. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, ყავს საუკეთესო კლასელები, ყავს საუკეთესო მასწავლებლები და გვაქვს საუკეთესო ეზო. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ნინი ბერიძე. ყველაზე ცელქი არის ქეთი მიქელაძე. ყველაზე ჭკვიანია ტასო აბაშიძე. ყველაზე მშვიდი არის გიორგი გენჯაძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი და ყველაზე საყვარელი. ჩემი სკოლის დირექტორს პირადად არ ვიცნობ და მინდა რომ გავიცნო. პირველ ნახვაზე ვეტყვი, გამარჯობა, როგორ ბრძანდებით, შეგვიძლია ერთად ყავა დავლიოთ. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელია ასმად გელაძე. იმიტომ ლამაზია, იმიტომ რომ უყვარს ბავშვები, უყვარს გაკოთლის რო ახსნის და ყველა usmens, რო გავიზრდე მინდა გამოვიდე ქორეოგრაფი. ბავშვობაში მინდოდა რომ გამოვსულიყავ ხატვა. სულ პატარობაში მინდოდა რომ გამოვსულიყავი პრინცესა ელზა. ახლა მინდა რომ ვიყო 18 წლის და მინდა რომ სტუდენტი გავხდე. სახში ვცხოვრობ მე, ჩემი ძმები, დედა ჩემი, მამა ჩემი და ჩემი და. ჩემი და არის 17 წლისა და ქვია ანა. ის არის ჭკვიანი, ლამაზი და საყვარელი. ჩემი ტყუპი ძმები არიან 11 წლის და ერთს გეგა ქვია, მეორეს გიგა. გიგა არის მშვიდი, სიმპათიური და უყვარს ტელეფონი. გიგას უყვარს ფეხბურთი, არის სიმპათიური და არის საყვარელი. ჩემი აზრით, ანა რო გაიზრდება, გამოვა სტილისტი, გიგა გამოვა ბანკის მენეჯერი და გეგა გამოვა ფეხბურთელი. მამიკო არის საყვარელი, თმილი, შრომელი და სიმპათიური. მე ვარ მამიკოს ნიკო. დედიკო არის ლამაზი, საყვარელი და თმილი. მე ვარ ძალიან კარგი დიასახლის. ასე იმიტომ მგონია სახლსაც ვალაგებ და საჭმელსაც ვაკეთებ. პირველად რო გავაკეთე საჭმელი, ვიყავი 10 წლის და ეს იყო შემწვარი კარტოფილი. ახლა ყველაზე კარგად ვაკეთებ ტოლმას და ეს არის ჩემი საყვარელი საჭმელი. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმი არის ქარეშხალი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაქრობ ერთ ადამიანს, რომელიც ნერვებს მიშლის. შანსს მივცემ, თუ კარგად მოიქცემა, თავიდან გავაჩინე. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში. წინა მონაწილეში დამიტოვა შეკითხვა. ნინი რომ არ მერქვას, რა მერქვეოდა? მე ნინი დამარქვა მამიდამ და ძალიან მომწონს ეს სახელი. მაგრამ ნინი რომ არ მერქვას, მარი მერქმეოდა. ჩემს შვილებს დავარქვევ მარის, გიორგის, გოგას
და ბარბარის. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში? მე მაგალითად გავფრინდებოდი კოსმოსში დედაჩემთან ერთად. ბედნიერება არის საჩუქრებს მომჩუქნიან, ცეკვა, კარგად ცეკვა, მეგობრები, ოჯახი და საუკეთესო და ქალები. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.